გამარჯობა. Microsoft Excel-ში checkbox-ების სიახლე გვაქვს. როგორც გახსოვთ, developer menu-დან კეთდებოდა ის, დღეს კი ის გაცილებით მარტივია. მე გიორგი ვერდატკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. წარმოგიდგენთ ახლა თუ როგორ უნდა შეასრულოთ ეს სურვილი თქვენს ფაილში. პირველ რიგში უბრალოდ გავალამაზოთ მოდით ჩვენი ცხრილი, მივცეთ მას ჩარჩო, გავუთიშოთ მკრთალი ბადე, რომელსაც view menu-ში grid line-დან გავთიშავთ და მოდით ახლა ვნახოთ აი აქ როგორ ჩავსვათ checkbox-ები. როგორც ხედავთ და გითხარით უკვე developer menu-ში იყო შესაძლებელი insert-ში გადასვლა, აქედან checkbox-ის არჩევა და შემდეგ მისი ჩასმა. თავისთავად რაღაც კონკრეტულ უჯრაზე მიბმა და ასე შემდეგ. ეს გაცილებით რთული იყო პროცედურულად, როდესაც ახლა უკვე ახალი ვერსია მინდა რომ შემოგთავაზოთ, მიხვდებით რომ ნამდვილად ის ბევრად უფრო კარგი ვერსიაა. უბრალოდ მონიშნეთ გადადით insert menu-ში და აირჩიეთ checkbox-ი. მასზე ხელის დაჭერის შემდეგ დაინახავთ რომ ყველა უჯრა თავისით ავტომატურად შეივსო. თავისთავად უჯრას თუ გაზდით, ისიც ავტომატურად მიყვება მას. მისი გააქტიურება კი ავტომატურად გულისხმობს რომ შესაბამისად ეს ბრძანებები, ასე ვთქვათ, true რეჟიმში გადავიდა. ვინაიდან რადგანაც უჯრის ეს მნიშვნელობა ან true-ა, ან false-ი და სწორედ შესაბამისად მათი გააქტიურების დროს სრულდება ეს პარამეტრი. აქვე შეგვიძლია ერთი საინტერესო პატარა დეტალის დავამატოთ, როგორ გავაფერადოთ სტრიქონები Excel-ის დახმარებით, როდესაც checkbox-ები იქნება მონიშნული. გადავიდეთ home menu-ში და ავირჩიოთ conditional formatting-ის ბრძანება new rule და აქ უკვე გამოვიყენოთ use a formula to determine which cells to format. მნიშვნელოვანია რომ მოვნიშნოთ აი ეს უჯრა F2, ოღონდ გაყინვა უნდა შევცვალოთ და ეს გაყინვა მხოლოდ F-ის წინ უნდა დარჩეს. შემდეგ გადავდივართ format menu-ში, ვირჩევთ მაგალითად მწვანე ფერს, ვაწვევით OK-ს და ამის შემდეგ ვნახულობთ რომ როგორც კი გავააქტიურებთ რომელიმე მათგანს, ავტომატურად მისი შესაბამისი სტრიქონიც ფერადდება. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ და გვისურვებთ თქვენი შეკითხვები და გელოდებით ჩვენს ტრენინგებზე.